გვინდოდა სტუმარი მოგვეწვია სტუდიაში მაგრამ რახან წინა სახაზრო განწყობა უკვე გადავწყვიტეთ რომ სტუმრები შემოვიდნენ გადასარევი და გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ჯგუფი უბრალოდ კვარტეტი ჩემო მეგობრებო რომლებიც უკვე დაადგნენ წარმატების გზას და იმედია ჩვენთან სტუმრობა კიდევ ყველაფერს ხელს შეუწყობს მაშასე კვარტეტი Vivo მოკლედ დიდი მადლობა ბიჭებს გადასარევი მშვენიერი და რა ვიცი კვარტეტიო და როგორ გავიქვა ახალი სტანდარტებია აჰა ხელმძღვანელი აჰა კვარტეტი დადის ძირითადად ხელმძღვანელით საპატიო ადგილასაც ბრძანდება კაი აპლოდისმენტები ყველაფერი მივალთ მე აქამდე რა ნელ-ნელა საუბრის მსვლელობის დროს ალბათ ჩვენმა ძვირფასმა ტელევაყურებლებმა იცნეს აქ მაგრამ გოგათი მინდა დავიწყო კი ბატონო გოგა ჯგუფი ბანის ბანი ბას გიტარა ჯგუფი ბანის ბანი და გიტარის ბანი ბას გიტარა პირდაპირ რა ხდება ნუ ახლა ბანი ჩემი ცხოვრება რა თქმა უნდა და ქართული პირველ რიგში უნდა გვიყვარდეს და მიყვარს. უბრალოდ სრული ყოველთვის ქონდა ხა ბატონ მურთაზის გაზრდილი ვარ მე. დიახ. კომპოზიტორი კაცია და ძალიან ნიჭიერი კაცია. ამის ხელში გამოვიარე ბავშვობა ესე რომ ვთქვა და. დიახ. ნუ ყოველთვის მინდოდა ახლა ეს ჟანრიც ქონოდა რომ რაღაცა საესტრადო რეტრო რაღაც. კი ბატონო და მე ვფიქრობდი რომ აი ბიჭების კვარტეტი შემეკრა რა. ფიქრობდი და ნუ რაღაც არ ვერ მოხერხდა. გამოგივიდა გოგო. აგიდა მე მშვენიერი გელა ზაზა თემურიზა. მაგრამ მინდა ვთქვა აღნიშნო რა, უფრო გამიმართლეს გოგოე. კი ბატონო, ესია, ბატონო მურთაზ. ხე როგორ ბრძანდებით, რო გვითხრათ. კარგად, მადლობთ. ჩვენ არა გვიშავს წინა საახალწლო განწყობაა და რაღაცნაირად მაინც გინდა არ გინდა ემზადები ერთი წელი კიდე გვემატება, მაგრამ რა ვქნა. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი მოღვაწეობისთვის პირველ რიგში. და მე ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები რო შემოიკრიბეთ და ორიოდე სიტყვით რო გვითხრათ, როგორ გიჯერებენ. ძალიან კარგი გოგონები და ვაჟია, ძალიან კარგი. იმიტომ რომ ყურთას მენა მე ასეთი არ მომისმენია. არ გამიგია. ძალიან მაგრები არიან. არა და რამდენჯერმე ორჯერ გავუმეორე რაღაც კითხვა და მეოთხე დასახებაზე გამომხედა. მეორეზე გამომხედა. სხვა ახლა რა იცი ეს სხვა რამეს ფიქრობენ ახლა. ხო. სცენარზე ფიქრობენ ესენ და ხალხს როგორ ასიამოვნონ. კი ბატონო. ენაცვა. აი მითო შეჩერდა ის. ჭკვიანია. აბარა ამას რა თქმა უნდა ჩვენი ტელემაყურებელი მოისმენს და აქ მე ერთი კითხვა მაქვს ჩემო ნიკოლოზ თავარი. ხო. ესე იგი სახელთან დაკავშირებით. აი Vivo რას ნიშნავს? Vivo. Vivo არის იტალიური სიტყვა, მუსიკალურ ტერმინს ნიშნავს. ანუ აქვს სხვადასხვა განმარტებები, ანუ მხოლოდ მუსიკალური ტერმინი არ არის. არის თქვა სიცოცხლის დასაწყის, ესე რომ თქვა სიცოცხლეს და მრავალი სხვა სიცოცხლის დასაწყისი ცოცხლად სიმღერა, ცოცხლად. იგულისხმება რომ აი რადგან ახლა დაიწყეთ რაღაცა აქედან გამოხვედა. ხო არა რომო მაძახოს ვინმე იტალიაში Vivo გადავკრა თავში რამეთვის ეგენაცვალე გაუღიმო თუ ეგ ასევე ნიშნავს განაყოფიერებას და ამაზე მე ავეწყეთ უკვე წამოვიდა კურიოზი რომ განაყოფიერებთ სიმღერებს და ხო აი სახელზე გამახსენდა ეხლა მაგას ფიქრობდი მე ზუსტად კი იდეა ბატონ მურთაზის იყო ეს ისე რომელიმე
განაყოფიერების კლინიკები ხო არსებობს, იმას უფრო არ არსებობს მოუხდება. ვივო ესეთი კლინიკაც განაყოფიერების. იყო, ხო? არსებობს კი, იყო კი არა არსებობს ეხლაც. განაყოფიერების კლინიკასთან არსებულია. განაყოფიერების კლინიკასთან არსებული ინვიტრო კვარტეტი. უსტადაც რომ კი ბატონო, სახელია უბრალოდ დიდი. სახელზე დაწუნებული ვარ რაღაცა უკაცრავად ჩაგეწევით, დაწუნებულა ძალიან ბევრი რაღაცეები ხელწამოსაკრავები იქნება ხოლმე შემდეგში თქვენი განსაკუთრებით იტალიაში თუ ჩაბძანებით. ხო, კურიოზული რაღაცა. მე იტალიაშიც არის ვივო ანსამბლი. ერთი პატარა ისტორია მინდა გავიხსენო რა. ანუ ბანს გვირეკავდნენ, ანუ მე მირეკავდნენ რა. რაღაც კონცერტთან ხო, კონცერტთან დაკავშირებით, მე ესე მეგონა მე და. თან რუსულენოვანი იყო რა, ხო და მეუბნება რომ ანუ ქართულად მოყვები. ბანი არისო და კი მე უთხარი, სწორია მეთქი და სად ხართო რა? ხო და რას ქვია, სად ვართ ახლა? ზოგი სახშია, სად ვარ რა ვიცი და ვერ გავიგე მეთქი და ისაო ფილიალი არ გაქვთო სადმეო და თურმე ბანია უნდოდა და ბანი მე ვერ დაიბარე გეჩახჩახებინა. ხო და ზოგმა ახლა ზოგი რეკავს განი მინდაო და რა ვიცი ანუ კურიოზები არის მაგრამ ეხლა ვივოზე გამახსენა ეხლა ვივო რო დაარქვა ბატონმა მურთაზმა აი ამ წეღა რო ახსენა ელენემ განაყოფიერებას ნიშნავს ვინმე არ დამირეკოს მაგაზე რაკინა ყველაზე კარგად შენ იცი რა გამოგივადა ინა და თანხმდა კიდარა ჩვენ ვერ ჩავერევით მაგ ამბავში მე ეგეც მიაწერა და დიასუავით რო კვარტეტი და უპატრესუავით ეგეც კუთხეში აბერი უჭირს გოგონებო რა ჟანრს მღერით რა ჟანრს მისდევთ თუ რამე კონკრეტული არ არის და ზოგადად მოიცავს ბევრი ეს არის უფრო საესტრადო ჟანრი განსაკუთრებულად ალბათ უფრო რეტრო სტილი არის დიახ გვაქვს როგორც ესე ჩვენ სტილზე გაკეთებული სიმღერები ძველი მაგრამ ახლებურად გაკეთებული ასევე საავტორო სიმღერები გვაქვს რომლის ავტორიც არის ბატონი მურთაზი ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი მურთაზი ესე იგი რამდენი ხანია ამ საქმეში ბრძანდებით დაბადებიდან აქავზივა ზარ მაცობთ ბატონო მურთაზი რამდენი წლის ხართ 82 წლის შესრულდები 14 იანვარს. დაცარე. ასე იგი რაღაცა კარგი ისტორიებიც გექნებათ თქვენ თავგადასავლები და რა მაინტერესებს იცი? ყოველთვის უფროს თაობას რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ძალიან უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ხოლმე ისეთი ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ძალიან უყვარდა ჩვენ საზოგადოებას და ბევრი რამე აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული. თქვენ ხო არ გადაყრიხართ თქვენი ცხოვრების მანძილზე ისეთ ადამიანებს, ან ადამიანს, ვიდრე შეგიძლიათ რომ მოგვითხროთ ეხლა ორი. იქნებოდა ასეთი შემთხვევა დარწმუნებული ვარ. რამდენი გინდა? მაგრამ ერთს გამოვარჩევ. აბა. ახალგაზრდა კაცი ვარ რა. ახლა ჩვენივრად გამოიყურებინებით. ყავს ანსამბლები ვოკალური ინსტრუმენტული კვარტეტი და ერთ დღეს გათენდა და ხედავ ფანჯარას გევხედე ფარდა გავწიე და ბიჭო ჩემ ჭიშკართან ასე რომ ვთქვათ კი ბატონო და ხულიგნურად რო ვთქვათ ჩორნი ვარონა აჰა ეთქი რა უნდა ამ ხალხს ეგანა სიმღერის მეტი აფერდამიშავებია გადმოვიდა ერთი და იმ წუთას მივხვდი ეს ვიცანი ახლა ეს კაცი მილიციელი გადმოვიდა იყო საპასპორტო მაგიდის უფროსი აჰა მოქმედება ქუთაისში ხდება ქუთაისში ხდება მე ვიცუცებ და გავედი და სანამ დაიძახებდა მანამდე გევედი სრატკი ხო მამა ჩემი სახშია და რა ჩემი მეთქი არ შეაშინოს კაცო ხო მაინც დაიძახა მამა ჩემს
ფარდა გაწია და შეხედა მილიცია გაწვა აგერ მანქანა დგას მე ხო ვიცი ახლა რა მოხდება სახში ხო ეხლა მე უთხარი იმას რა გინდა ძმო მოუთხარი რატომ მოდი ჩემთან თუ გინდა ძმო დალევა მოდი ჩემთან არაო შენ ნაცა მოხვიდეო ნუ თან მე არაფერი არ დამიშავებია და არც მოვდივარ არც ამოვალ კიდეთ ვიდეო მილიციის დღეაო ხვალო და შენ ნაცა მოხვიდე თბილისში მე ახლა ცოტა რაღა ვაიდება ეს მილიციის დღეს მიჭერთ მე ახლა მანდამას რა იცი მართლა შევიშმუშნე რა ისე რომ მე თქვი მე მარტო მოვთავე რაფერი და არაო მითხრა აგერ ამ ყავს შენი წევრები კვარტეტის წევრებიო მაგალაში მე მეყვანა კანა გამოვახდა რა ვახართ ბიჭებო და რა გინდა თაქანა ბიჭო დაგვიჭირე ნო მითხრა და წამოდიოთ ნახა წევიდეთ და კონცერტზე ვასიასე წავყებით კაცობა დაგიჭერთო და დაჭერა სამირჩევნია მე თქვი წევი მიგერო იქანა გავედით ჩვენ სცენაზე გასული ვართ და მიკროფონები დგას 4 მიკროფონი 4-ს გიტარები და რო შევხედი ამათ ჩემი კვარტეტის წევრებს გათეთრებულები არიან სახეზე და ოფლი მოდის კაცო მაგრამ ვაიმე მე ეს ახდება რა გავწიე მიკროფონი ცოტა იქ და რა შეასაკეთო და აი რა იყო თვითონ ხარ გადავხედე ხალხი სიჩუმია მოთხარი მიდი მაგის დედაცვატირე მაგრად ვიმღერო თქო ეს მარგავარ და აი მაგის დედავატირე კამაზარვე თქო გავარ ეს ყველა ტაში და ბრავო ქუთაისი ბრავო კარგად ჩაიარა ესე კი მაგრად შეიარა სამი სიმღერა გვამღერეს ერთის მაგივრად და უკვე რო გევედით აქ და ვართ ფოიეში და ერთმანეთს ვუვნებთ ხო რა მაგრად ვიმღერეს ეს გაგდიდა რაღაცა ქვევიდან მომესმა ფეხის ხმა რო კიბებზე ამოდის ვიღაც გადავხედი ასე და ვაიმე პოლკოვნიკი კაცი რა 2 მეტრიანი კაცი ამოდის კაცი გამარჯობა ბიჭებო გაგიმარჯოთ ჩვენთან ეხლა მითხართ ხართ ქუთაისიო კი თქო მომთხარ რომელი ხართ ქუთაისის კვარტეტის ხელმძღვანელიო მე რაც თქვი ხო რაღაცაა ჩემი საქმე მე თქვი რა ვაგებიღებ ხმას კაცო გაჩერებული ვარ გაჩერდა გვიყურებს ეს კაცი ბიჭო მითხრა წეხან კარგად იმღერეთ დაანგრიეთ რა თელი დარბაზი და ახლა რა დაგემართათო რომელი ხართ მე თქვი ჩანდაბა შევითარ მოთხარ მე ვარ ბატონო გემარსე ბიჭო ხომგალი კაციო და არ წახვიდეთ არსათო კაცი მოვა ჩემი კაცი და წამოგიყვანთო აუ შო მე თქვი დაჭერილი ვარ და ეს დედავატირეს გავარდნა მაშინ ხო და რო ჩადის კიბეებზე ასე ჩადის და ბატონო მოთხარ ერთი წუთი თქვა და მოხედა ზევდა რა იყო და ჯო რა გავაფუჭეთ ახლა ინა ნუ გვიჭერთ და ჩვენი დამჭერი სასწრაფო იყო მაგერ რესტორანში ბიჭო ივნარი პორმაელა გაშლილიო სასაულიო და არავის არ პადიჟობთო მუსიკოსებს რომ გარდა თელსა შეობა და ჩვენ პლანკსაც ვკითხავ ახლა სალომე ბევრმა იცნო ალბათ აქ და რუსთავი ორის ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში გამოჩნდა და ძალიან შეაყვარა ხალხს და ახლა ჩვენი როარი იმიტომ არ გეუნებით ახლა ობიექტურად ვამბობ ნამდვილად არა საყვედური მინდა უთხრა როდაადებ თავსახვალა რო დაიბარო საიდგეძებოთ მაგრამ ნიჭიერი გოგო რატოა წავიდა 1 მოვიდა 4-ით მოვიდა კი ბატონო უცებ გაამრავლა თავისი დადებითი მხარეა დადებითი მხარეა მე როგორ ხარ აშვები გითხარი აბა კარგად ვარ აქ რო ხარ უკვე კარგად რო ხარ ეგასაგები კი კარგად ვარ ჩემთვის კიდე ახალი გამოცდილებაა ეს ჯგუფში სიმღერა იმიტომ რომ კი შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო მონაცემები გქონდეს, მაგრამ მაინც სოლო შესრულება აბსოლუტურად სხვა არის. ამას სხვა ყური უნდა, სხვა მიდგომა უნდა. მე თან არ მქონდა გამოცდილება ამ კუთხით და თავიდან ინტერესის
ამბავი იყო რომ დავიწყო, მაგრამ მე რაღაცნაირად ძალიან შეერწყა ეს ყველაფერი ერთმანეთს და ეს უნარებიც ნელ-ნელა ვითარდება და ისედაც ძალიან კარგია მუსიკოსისთვის, მომღერლისთვის ესეთ ჯგუფში სიმღერა, სადაც არასტანდარტულად ხდება ხმების გაშლა და ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ მურთას პირველ რიგში ამისთვის. მე აღმოჩნდი ის, ვინც უნდა ყოფილიყო აქ და ძალიან მიხარია. და ახლა 5 ადამიანი ხარ და ის შორნივარონა თუ მუშაობს ისე გადაადგილებაც დაგჭირდება თვითონ ერთ მანქანაში მაგდერონ ძღოლი გინდა ელენი დიახ. ვითხარი გაგვეცანი ჩემო კარგო. ელენი ასაჯანიშვილი კვარტეტის წევრი. იდეა ფაქტიურად ჩემგან წამოვიდა, რომ კვარტეტი შეგვექმნა და შევიკრიბეთ ეს მშვენიერი ხალხი ერთად და უკვე განვაგრძეთ მუშაობა. ჩემი თანამდებობა გახლავთ თავმჯდომარეობა კორპუსის. გადასარევი. და მემსახურები ასე ვთქვათ მეზობლობას და სახელმწიფოს, რა ვიცი. ღირსებით და შემართებით, ასე ვთქვათ და. თითქოს თქვენ მოვალეობებში რა შედის? აიმე ყველაფერი. მაინც კორპუსის თავმჯდომარე თუ ხარ, უნდა იყო ელექტრიკის, სანტექნიკის. მრავალპროფილური. ფულის ამგროვებელის და ყველაფერი. და თქვენი სიმღერიდან გამოდიან, ალბათ ბავშვებსაც აძინებთ ხოლმე. სიმღერით. და სადაც ხორობს ყველასთან გაყვანილი რადიო, შიდა რადიო. არა, ის დროზე კორპუსის ბავშვებს გულისხმობ. შეიძლება ესეც შევითავსო, ჯერ არავის მოუმართია და ალბათ მომართავენ. სანამ ცალ-ცალკე დაგიძახებ, მთელი კორპუსი ჯობია შიდა რადიოს მიხედოთ იქ შიდა გაყვანილობას, რომ სახს იმღერებ და დაიძინებს ყველა. მიხედეთ მაგასაც, მიხედეთ შიდა გაყვანილობას, გავიყვანეთ ყველაფერი უკვე რიგზია შევკარით ასე ვთქვათ. კი ბატონო. ხო, ლიფტი ორიც ვარ, მაგრამ ეს იცის მამა მყავდა, რომელიც იყო, ანუ ყველაფერი გამოზდიოდა აწყონოს ღმერთმა და შევისწავლე ეს საქმეც. და გასამწუხაროა, რომ ჩემი შვილები ასევე რიტყვია ჩემს. ხო და იციან ახლა ეს თავმჯდომარეობა რო დამეკისრა, უკვე ახლა ამორჩეული მეზობლები მყავს, ვინც იცის ეს ფაქტი და თუ გაიჭედებიან ლიფტში, მე დამირეკავენ სანამ ახლა ლიფტი ორი მოვა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორი გადატვირთული. მოგახსრობაში ყოფილა. გადატვირთული მოძრაობა და ვერ აღწევს ახლა ლიფტი ორი. და იმათმა იციან და ისინი გამომყავს და დანარჩენებს უტოვებ ახლა ლიფტი ორს. ხო. ხო და ერთხელ გასული ვიყავი და რომ მოვედი უკვე კორპუსს მოვუახლოვდი, რაღაცა ძალიან ბევრი ხალხია სამაშველო შეიკრიბა მთელი მეზობლობა, ვფიქრობ რა ხდება, შევედი და სადარბაზოში დეეჩემი დგას. აი, ჩემი გოგო. და უყურეთ, თქვენ მზანდეთ, თქვენ აღებთ ლიფტის კარებს, მაშველი, მეუნება 2 მეტრიანი, ლიფტის კარები გამოგლეჭინი, მაგრამ თვად ვერ გამოგლიჭეს, იმიტომ რომ არის ძალიან მძიმე. ხო და თქვენ კი მე ვაღებ და ეხლა ჩემი პრეტენზია. თქვენ ვერ გააღეთ კარები? ერთი წუთი დამაცადეთ მე გავედი. ამოვიტანე დიდი ხმალი ბავშვის სათამაშო, იმიტომ რომ იმი დავამუღამე სხვა რაღაცით ვერ ვაღებ. და პლასპასია ვიცი რომ დენი არ გადმოვა თუ რაღაცაა და ამოვიტანე ის ხმალი ერთი მოძრავდი, გაიღო ეს კარი გადმოვიყავე ეს მეზობლები და მაშველები მეხვეწებოდნენ, გეხვეწები წამოდით ჩვენთან იმუშავეთ. მეუთხარი რა ვიცი სიმებით რომ დავრბივარ არავინ მეძახით მეუთხარი და ეხლა მე ესე მთელ სადარბაზოში თქვენი ტელეფონია გაგლული. კი, უკვე ლიფტი ორი. გადავაყენებ Windows. ყველაფერი. ჩავჭრი გავიდა რადიატორებს. აკუმულატორის დამუხტვა. გასტროლზე ხომ არ ყოფილიყარ საბინე? ჯერჯერობით. 3 თვეა რაც ეს ყველა. რამდენი სიმღერა გაქვთ რეპერტუარში? ეხლა მზად რაც გვაქვს 4 სიმღერა. რა სიმღერა მოგვიტანეთ დღეს? დღეს შეგისრულებთ შალვა ჩხიკვაძის სიმღერას, რა საეჭოდ. ეს ნადრეც არის ნამღერი სხვა ჯგუფების მიერ, მაგრამ ჩვენი ინტერპრეტაციით სეკუნდებით გავშალეთ ხმებში და ავტორია ბატონი მურცა შიხლაძე ამ ინტერპრეტაციის ესე რა თქმა უნდა. ნუ შესაბამისად როგორც ყველაფრის ისევე ამის წარგიდგენთ. კი ბატონო. მე გვაქვს მოგეწონებათ. მოკლედ ამ ეს სიმღერა ჩაწერილი არის, მინდა დავამატო ერთი რამ, რომ ჩვენ თანამშრომლობთ საპატრიარქოსთან არსებულ ხმისჩამწერ სტუდიაში, მერაბ ბამულაშვილი არის ჩვენი ხმის რეჟისორი. იქ ვწერთ ამ ეტაპზე რაც გვაქვს სიმღერა ჩაწერილი. ნიჭიერესი კაცი სხვა. ნიჭიერესი კაცი, დიახ. კარგი. ძალიან კარგი.
კარგი, გადასარევი, მადლობა მობრძანებისთვის. ქალბატონებს განსაკუთრებით იმიტომ რომ წინა საახალწლო სამზადისია სახლში და მოიცალეთ, მოხვედით, თუმცა თქვენ მთელი კორპუსი და ელენეს კიდე განსაკუთრებით, იმიტომ რომ მთელი კორპუსის ძობი ქონდა მოზელილი დატო. არ არის ეგეც გამორიცხული. წარმატებები კიდევ ერთხელ დიდხან სიცოცხლე მრავალს დაეწარით ჯანმრთელები, ბედნიერები და აი ეს ჩვენი პატარა სცენა, მაგრამ საკმაოდ დიდ არეალს მოიცავს იმისთვის, რომ თქვენი სიმღერა მოისმინოს ჩვენმა ძვირფასმა და საყვარელმა რუსთავიორის მაყურებელმა. ხო